მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერდი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქეთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაკეთებით, მე ვარ კატო. ტრადიციულად, მგონი ყოველ შაბათ-კვირას ყვარელიდან გაშლა და ამ ეტაპზეც, რა თქმა უნდა, დღესაც ისევ ყვარელში. და გავაკეთოთ გაშლა ძალიან დიდ საოცარი ბუნებიდან და ნახოთ სამყარო რას გიმზადებთ უახლოეს პერიოდში, ხო? რას გიმზადებთ სამყარო, ანუ არა აქვს მნიშვნელობა ეს სამსახურებრივი მდგომარეობა იქნება, ეს იქნება პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, ну, ყოველ შემთხვევაში ნახოთ რა არის ის, რასაც სამყარო თქვენ გიმზადებთ. მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ყველასთვის იყოს რაღაც ესეთი რეზონირდეს და ორ ვარიანტად გავაკეთოთ, ერთი ან ორი, ან მოდით ესე გავაკეთოთ, ან ესეთი ცისფერი ბეჭედი, ან ვინც აირჩას, აი, მწვანე ბეჭედი. ხო, ნახოთ, ან ესეთი ცისფერთლიანი, ან მწვანეთლიანი. ნახოთ, პირველი ვინც აირჩიეთ ცისფერი თვალი, აი ესეთი ბეჭედი. რას მოგიტანთ სამყარო, ხო? პირველი და გავიკეთოთ ამას აუცილებლად, რომ თან გამოჩნდება. ანუ ეს ბეჭედი. რას მოგიტანთ სამყარო, რას გიმზადებთ? რას გიმზადებთ? მოდით ნახოთ, რა ენერგიებში ხართ ახლა ამ ეტაპზე. აუცილებლად თქვენი ენერგიები. ხოთ ისევ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ, სისავსის, წარმატების, რაღაც ეს ემოციურ ენერგიებში ხართ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. თუმცა რატომღაც ესე ვთქვათ, შეიძლება პატარ-პატარა სირთულეების მდგომარეობა იყოს თქვენ ცხოვრებაში და ეს პატარ-პატარა სირთულეები იყოს რაღაც ურთიერთობებიდან გამომდინარე, ხო? ну, ვიღაცისთვის ახლა შეიძლება ესე ვთქვათ, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს კოლექტივთან მიმართებაში რაღაც პატარ-პატარა სიტუაციები, რომელიც სირთულეებს გიქმნით, ხო? ყოველ შემთხვევაში ნახეთ, თქვენი ენერგიები ნამდვილად არ არის იმ ენერგიებში, რომ რაღაცა საოცრებები ხდება თქვენ ცხოვრებაში და რაღაცა ძალიან რთულ და მძიმე პერიოდს გადიხართ. თუმცა ხა ყველას აქვს პატარა ისეთი ნიუანსები, ეს კარიერასთან მიმართებაში, პირად ურთიერთობაში, რაღაც გაურკვევლობები და პატარ-პატარა უთანხმოებები, ესე რა ვთქვათ. კარგით, ნახოთ თქვენ რას გიმზადებთ სამყარო. რას გიმზადებთ სამყარო? აი, რაშიც გაქვს გაურკვევლობები და ესეთი მდგომარეობა, რომ რა გადაწყვეტილება მიიღოთ არ იცით, სამყარო აი ამ ყველაფერს გიმზადებთ იმას, რომ აი ამ ყველაფერთან ძალიან დიდ და საინტერესო ტრანსფორმაციას გაანგაცდებინებთ, ხო? აქამდე თუ თქვენ შეიძლება იყავით ისეთ მომენტში, რომ რაღაცებს ისე ვერ ამჩნევდით და ვერ ახერხებდით, რომ უბრალოდ მიგექციათ ყურადღება, ხო, რაღაც და მიზეზების და გამო, ხო, თქვათ ახლა სამსახურში შეიძლება ისეთი მომენტი იყოს, რომ ძალიან გჭირდება სამსახური და ვერ ამოვიღოთ ხმა, ხო, როდესაც უსამართლოდ გავალებენ იმაზე მეტს, ვიდრე გვეკუთვნის, ან რაღაცა დაგვიფიქრა ხელფასთან, ან პირად ურთიერთობაშიც რაღაცა არ გვინდა ადამიანის დაკარგვა და ჩვენ თავს ვებრძვით, რომ კიდევ მე დავთმო, კიდევ მე გავაკეთო, კიდევ მე მივცე იმისი ბიძგი ყველაფერს, რომ შეიცვალოს, ხო? აი აქ რაშიც კი გაქვთ ისეთი მომენტები, რომელიც თქვენთვის არის ორაზროვანი მდგომარეობა და გამოვა თუ არ გამოვა ეს მდგომარეობა, სამყარო გაძლევთ აი ამ ყველაფრის გადაანალიზებას, გადახაშვას, ტრანსფორმირებას და რაღაცნაირად ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში სტაბილურობის დალაგებას, ხო? ნახეთ სტაბილურობის დალაგებას და თქვენი ემოციების, თქვენი შიშების დაძლევას და ამავდროულად ნახეთ როგორი მომენტი არის თქვენი წითელი ხაზების დაცვას, ხო? თქვენი ეს რა ვთქვათ, მეს დაცვას გასწავლით, ხო? რაღაცნაირად მეს დაცვა შემოგაპარებთ, როგორ უნდა თქვათ, არა. თუ თქვენ აქამდე უბრალოდ თვლიდით, რომ ყოველთვის ყველასთვის ხელი უნდა გაგემართეთ, ყოველთვის ყველას უნდა დახმარებოდით და აი ეს თქვენი მისია იყო, რომ ყველასთვის გაგემართეთ ხელი, ეხლა რატომღაც დაიწყებთ იმაზე ფიქრს და იმაზე მუშაობას, რომ ნახეთ უპირველეს ყოვლისა ჩემი პრიორიტეტული მდგომარეობა, ანუ მე რა მინდა, მე სად მინდა და როგორ მინდა, ჯერ მე რაში ვგრძნობ თავს ბედნიერად, ანუ რამდენად საინტერესო არის ესა თუ ის პროექტი იქნება სამსახურში თუ ურთიერთობაში
ადამიანთან კომუნიკაცია ხო ჯერ თქვენ თავზე დაიწყოთ მუშაობას რა შემოგიტანთ სამყარო შემოაქვს თქვენთვის ძალიან კარგი ცვლილებები თქვენ შინაგან და სულიერ მდგომარეობაში სამყარო შემოაქვს თქვენთვის ის მდგომარეობა რასაც ქვია კიდევ უფრო მეტი გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი გაანალიზება, კიდევ უფრო მეტი წინსვლის სურვილი, ხო? საკუთარ შიშებთან, საკუთარ ემოციებთან, საკუთარ რაღაცა ფიქრებთან, რომელსაც აქამდე თქვათ ვერ ართმევდით თავს, ну, იმიტომ კი არა რომ თქვენ არ შეგეძლოთ რომ გაგეხმეტავი, არა, უბრალოდ იმიტომ რომ ფიქრობდით რომ ყოველთვის ყველას კუთხით უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, აი მაგითო. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ რომ თავიანთ თავი გადაიყვანონ უკანა პლანზე, ხო? თქვენ მიიღებთ უკვე გადაწყვეტილებას. თქვენ უკვე გახდებით ის ადამიანი, რომელიც მე ვთქვი, მე მინდა, მე ესე ვაკეთებ, მე ესე ვფიქრობ, ხო? მე ამას არ მივიღებ ისე, როგორც თქვა თქვენ გინდათ, იმიტომ რომ თვლი რომ ეს უნდა იყოს ესე. აი თქვენ იწყებთ უკვე თქვენს მეს დაცვას პირველ რიგში და თქვენთან გამოჩნდება ახალი სიტუაციები, ეს იქნება კარიერული კუთხით, თუ პირადი ურთიერთობების კუთხით, არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ის ახალი მისწრაფებები, გეგმები, ის ახალი ენერგიები, რომელიც თქვენ მოგიყვანთ ძალიან დიდ სიამოვნებაში, თქვენი თვითშეფასება კიდევ უფრო მეტად ამაღლდება და თქვენი სურვილები კიდევ უფრო მეტად შეისხავს ხორცს, იმიტომ რომ თქვენ უკვე გახდებით ის ადამიანი, რომელსაც შეეძლება მატერიალურადაც გაართვას თავის სურვილების შესრულებას, მორალური მდგომარეობითაც და უკვე თქვენ ცხოვრებაში სამყაროს შემოაქვს რაღაცა ის აქამდე როგორი ნახეთ აქამდე ხო იყავით რაღაცა ნორმალურ ენერგიებში ხო ანუ ჰარმონიული ენერგიები ესე რომ ვთქვათ ხო რაღაც ისეთი ენერგიები რითაც ხვდებით რომ ცხოვრება ძალიან სასიამოვნო ცხოვრება ძალიან ლამაზია და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება თქვენს გარშემო და არ არის მხოლოდ ის მომენტი რომ ვიყოთ სამსახურში გადართულები ან ვიყოთ მარტო ოჯახზე ორიენტირებული შეგვიძლია რომ ყველაფერი გავართოთ და ჩვენ თავსაც დავუწყოთ რაღაცა ეტაპით დრო ესე რომ ვთქვათ მოკლედ აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ თქვენთვის ეს გაშლა და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტისთვის რას მოგიტანთ სამყარო რა შემოგიტანთ უახლოეს პერიოდში ვინც ესეთი მწვანე ბეჭედი აირჩია ამასაც გავიკეთე თუ არ დავკარგო და ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ და რა შემოგიტანთ უახლოეს პერიოდში სამყარო არაჩვეულებრივი გარემო აი არაჩვეულებრივი ჰაერი წყლის ხმაური სტიქი აი ისეთი ადგილია სადაც აი მართლა გრძნობს სტიქიების ძალას ვებით აი გრძნობს როგორი აქ რომ ამოვდივარ ხოლმე წაგართმევთ დროს და გეტყვით რომ აი აქ რომ ამოვდივარ ხოლმე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სუფთავდები და გირჩევთ ვინც ვიცი რომ ძალიან ბევრი ყვარლელი უყურებს ჩემს გაშლას და გეტყვით რომ ხშირად ადიწყდებით აი ხშირად არ ვიცი რა ქვია ამ ადგილს ასე წახით თქვენ მე ვეძახομαι მონადირის სახლისკენ გზას და რაღაცა საკეიფო ადგილები არის აქ ესე ვთქვა და იმხელა ძალა აქვს ამ ენერგიები ისეთი სასიამოვნოდ შემოდის თქვენში რომ გრძნობ რომ როგორ გადის ის ნეგატივი თქვენგან ის რაღაცა ემოციები რომელიც გიშლით ხელს და პირიქითებით ძალიან დიდი დადებითი ემოციები და ვიტყვი რომ აი ძალიან ბევრ რაღაცასთან მიმართებაში ვარ უნდა გადაწყვეტილება რომ მინდა მივიღო რაღაცა პირად საკითხებთან დაკავშირებით სულცილობ აი აქ ამოვიდე შევხედო ამ ბუნებას მოვუსმინო წყალი რას საუბრობს და ძალიან მარტივად ბევრად უფრო მისუბუქდება მერე გადაწყვეტილების მიღება ეს ჩემი გამოცდილებიდან სტატისტიკას ნახეთ თქვენ თქვენს გამოგაჩერეთ და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც არჩია ეს ბეჭედი
ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ. თქვენ ცოტა სირთულეების ენერგიებში ხართ. თქვენ ცოტა უკვე გადაიყალეთ, აღარ გინდათ, გიმძიმთ, ძალიან რთულია ის მომენტები, რასაც თქვია ამდენი შრომა, ამდენი პასუხისმგებლობა, ამდენი გარკვევა, გარჩევა, ამდენი ესეთი ბრძოლა ხო იმისთვის რომ თქვათ ოჯახი ყავდეთ კარგად, რომ თქვათ შვილები ყავდეთ კარგად, რომ თქვენი გვერდზე მყოფი ადამიანები, ან პასუხისმგებლობები ძალიან დიდი გაქვთ და ეს პასუხისმგებლობები უკვე ძალიან რთული არის თქვენთვის და ძალიან დამღლელია, ხო? ამდენი შრომა, ამდენი სიტუაცია, თან პლუს მაგას ნახეთ როგორი მომენტი აქვს თითქოს ისე მიჩვენებს, რომ იმ გარდა იმისა, რომ ამდენი პასუხისმგებლობა გაქვთ და ისე მუშაობ, თითქოს ძალიან ბევრი ადამიანიც არის ისეთი, რომელიც უკან გხევთ, ხდებით, ნახეთ, უკან გხევთ თავიანთი რჩევით, ან თავიანთი რაღაცას უწუწუნით, ან რაღაცა ისეთი რჩევებით, რომელიც ვთქვათ, შეგესაკთ არ გამოგადგეთ, ხო? ანუ გირჩევთ, აი რაღაცა გინდათ რომ გააკეთოთ, ხო? და გეუბნებათ, რომ არა ეს არ გააკეთე, იმიტომ რომ მეზობელმა მანია ნათესავი რო ყავს ვიღაცა სადღაცა გათხოვილი, მან გააკეთეთ, რა ვიცი, დაქორწინებული, რა ვიცი, ვიღაცამ გააკეთა და ეს არ გამოვიდა. რახან იმას არ გამოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც არ გამოგივათ, ხო? ჩვენც არ გამოგივა ვიღაცას კიდე სხვას, ვისაც ენდომება. ესე არ არის. შეიძლება იმ ადამიანისთვის ის მდგომარეობა იყო, რომელიც არ უნდა გამოსულიყო, იმიტომ რომ ეს იყო მისთვის რაღაცა გაკვეთილი, ეს იყო მისთვის რაღაცა არც ისეთი მნიშვნელოვანი და არც ისეთი სასურველი, ხო? ნახეთ, სამყარო ყოველთვის გეხმარებათ იმაში, რომ რაც რეალურად ნამდვილად გინდათ, რომ თქვენ მიაღწიოთ იმის მიღწევაში ძალიან ბევრი ნიშნებს გვაძლევს სამყარო, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, ის შეიძლება სიზმარი იყოს, შეიძლება ადამიანები იყოს, შეიძლება რაღაც სიტუაციები იყოს და ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. არა და სამყარო ძალიან გვეხმარება, მაგრამ ნახეთ, თუ ეს არის თქვენი გულიდან, თუ ეს არის ნამდვილად თქვენი სიტუაცია, რომელსაც აუცილებლად გჭირდებათ, სამყარო ძალიან კარგად ხვდება ვის რა უნდა გაუგზავნოს, ვის რა გამოწვევა უნდა მისცეს, ვის რა სიმართლე გითხრათ, ვის როდის უნდა მისცეს თუნდაც იმის მდგომარეობა, რომ მქონდეს ძალიან რაღაცა ზე მეტი მატერიალური მდგომარეობა თუნდაც, ხო? იმიტომ რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ მე მანქანა არ მყავდა ამასაკამდე. იმიტომ რომ მე სისწრაფე ძალიან მიყვარს და სამყარო ყოველთვის მაცილებდა იმ სიტუაციას, რომ მე მანქანა არ მყოლოდა, ხო? ხან მართვის მოწმობას ვერ ვიღებდი, ხან რაღაცა გადამედებოდა, ხან პრობლემა გამოჩნდებოდა და სანამ არ მივედი იმ დონემდე, რომ მე სისწრაფე კი მიყვარს, მაგრამ ეს არ შეიძლება, მანამდე მე ეს არ მომეცა. აქედან გამომდინარე, ხა მე ვერ ვიტყვი, რომ სამყარო არის ჩემ წინააღმდეგ და რახან რაღაცა ისეთ მომენტში ვიღაცას ეთქვა, რომ აი არ გამოსდის, არა, არ გამომდის, არა, უბრალოდ იმ მომენტისთვის სამყარომ არ მისცა იმ ადამიანს, ასე რომ თქვენ ეს სიმძიმეები აუცილებლად ჩამოიხსენთ და აუცილებლად ჩამოიხსენთ ის ადამიანებიც, რომლებიც თქვენს რესურსს ესე რჩევით ჭამენ, ხო? და ვნახოთ ახლა რას გიმზადეთ სამყარო, რა უნდა შემოვიდეს. აი თქვენთანაც იქაც პირველ ვარიანტში თხოვეთ დედოფალი იყო, ახაც თხოვეთ დედოფალი. გაძლევთ იმას, რომ გონიერებას პირველ რიგში თქვენ უნდა თქვენი გონებით გადადგათ, თქვენ უნდა მოხსნათ შიშები, თქვენ უნდა გახდეთ ცოტა უფრო მეტად რისკიანი, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, ხა მე არ ვიცახი რომ ტყარში უნდა გადახდეთ ცუცურო არიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რისკი ესე ვთქვათ თქვენთვის გამართლებული არის. შიშების დაძლევა და რისკს იმიტომ ვიძახი, რომ შიში თუ გინდათ რომ დაძლიოთ, უნდა გარისკოთ, ხო? თუ დახურული სივრცის შიში გაქვს და ლიფტში ვერ შედიხარ, თუ ერთხელ არ გარისკე და არ შეხვედი და არ აიძულე თავი, ვერასოდეს ვერ შეხვალ, ხო? რაღაცა მომენტში უნდა გადალახო ეს შიში. აი თქვენ გეუბნებათ სამყარო, რომ მე მოვახერხებ იმას, რომ თქვენი გონიერებით გამოგიყვანოთ იმ შიშებიდან, რომელიც გაქვთ და მოგცეთ საშუალება წინსვლის თქვენი წარმატებისკენ, თქვენი კეთილდღეობისკენ, თქვენი იმ გამოგიყვანოთ იმ ჩიხებიდან, იმ მდგომარეობიდან, რომელიც თქვენთვის ახლა არის, ხო? ესე ვთქვათ, წინაღობად. სამყარო გეუბნებათ, რომ ჩაგახედებთ საკუთარ თავთან მიმართებაში ძალიან ბევრ ამას და აბსოლუტურად ნახეთ როგორი მომენტი არის რადიკალურად სხვანაირი. ადამიანი როდესაც უყურებს ესე პირდაპირ, ხო, რომ ამოატრიალოთ და დაკიდოთ, ხო, ფეხებით
სადღაც ხო აბსოლუტურად სხვანაირად თავდაყირა რომ დააყენო სხვანაირად დაინახოს ხო აი სამყარო გეუბნებათ რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დაგანახო აბსოლუტურად სხვა რაკურსით ყველაფერი შენს გარშემო დაგანახო სხვა მდგომარეობები რომ შენ შეძლო გაბედო გარისკო და შენი თავი გაიყვანო ყველა მდგომარეობიდან ხო მე მოგცემ იმდენ გააზრების უნარს მე მოგცემ რაღაც მომენტში სიმარტოვესაც შეიძლება სიმარტოვე ეს იმას არ ნიშნავს რომ მარტო ურჩებით არა უბრალოდ ეს ის მომენტია როდესაც საკუთარ თავში ჩავიხედოთ საკუთარ მესთან დავილაპარაკოთ საკუთარ მიზნებთან ნახეთ თქვენ ოცნებებთან გადახედვას თუნდაც ხო რა გინდოდათ როგორ გინდოდათ აქ ერთი წყლი პარტნიორულ ურთიერთობაში თუ გაქვთ რაღაცა პრობლემები აქ ძალიან ისე კაფიოდ გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან და აღარ მოგიწევთ თავის დაცვა თავის რაღაცა ისეთი მომენტები როდესაც ადამიანს უწევს ბრძოლა ხო გაგიყვანთ ყველანაირად მოახერხებს სამყარო რომ გაგიყვანოთ თავარი აქ თქვენ მოინდომოთ თავარი აქ თქვენ იშრომოთ თავარი აქ თქვენ თქვენი ძალა გამოაჩინოთ თქვენი გონიერება გამოაჩინოთ თქვენი მიზანსწრაფულობა სად გინდათ და არ დაიზაროთ და სამყაროს აქ არის სამყარო მოგცემთ ყველაფერს იმისთვის რომ თქვენ ყველა იმ გაურკვევლობებისაგან გამოხვიდეთ ყველა იმ ციხისგან ყველა იმ დაბრკოლებისგან შეძლოთ მიიღოთ გადაწყვეტილება და თავარი აქ რა მომენტია იცით ყველაზე მნიშვნელოვანი თავარი არის აქ რომ თქვენ აი ამ მდგომარეობაში როდესაც უკვე დავიღალეთ და ამდენი ადამიანი ზურგზე მაწევს და ჩემი მისახედია ყველაფერი უბრალოდ არ დაგეზაროთ არ დაყაროთ ფარხმალი და პირიქით მეტად წინ წახვიდეთ და მეტად უფრო მეტი გაორმაგებული გაათმაგებული ბრძოლით იბრძოლოთ იმიტომ რომ სამყარო ამაში ძალიან დაგეხმარებათ რომ თქვენი ბრძოლა იყოს ცოტა უფრო გაადვილებული და უფრო მალე მიაღწევთ თქვენს მიზანს. მოკლედ ესეთი გამოვიდა ორივე გაშლა. მე გისურვებთ ორივე ძალიან კარგი იყო, ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. როგორც იტყვიან ხოლმე ინდოქრინებშიო. კიდევ ერთხელ ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან და ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ გეტყვით ხშირად გექნებათ კომუნიკაცია ბუნებასთან, იმიტომ რომ ბუნება და სტიქიები ეს არის ის ძალა რეალურად, რომელიც გვასუფთავებს, რომელიც გვაძლევს ძალიან დიდ ენერგიას და ყველაზე მეტად წვინის აწვდის ისეთ ინდონის ჟანგბადს და ისე კარგად აწვდის, რომ მალე გვეხსნება და შესაბამისად უფრო მარტივად ხედავთ ყველა პრობლემასაც და მარტივად ვიღებთ მე უკვე გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მოვაყაროთ ეს პრობლემები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი ახალ დროებით.